ფოტოგრაფი ზურა ვარდანაშვილი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია და მისი ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არავის დაუწყია, არადა გასულ ღამეს სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს აგრესიული ავტობუსის მძღოლი დაუპირისპირდა სამოქალაქო აქტივისტებს აქ. სწორედ ამ ზებრა გადასასვლელზე გასულ ღამეს ჰქონდათ ეს იყო შეკრების მთავარი ადგილი და ისინი ცდილობდნენ, რომ მათი პროტესტის ხმა ყველა იმ ადამიანს გაიგო, ვინც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სწორედ ზებრა გადასასვლელთან იყვნენ, რადგანაც მოულოდნელად აგრესიულმა ავტობუსის მძღოლმა მათი მიმართულებით დაძრა ავტობუსი და ცდილობდა მათთან შეჯახებას, ასევე აგრესიული იყო მედიის წარმომადგენლების მიმართაც. აქ იყვნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ფოტოგრაფები და ერთ-ერთი იყო ზურა ვარდანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი მიმართულებით მოულოდნელად მძღოლმა დაძრა ავტობუსი და ცდილობდა, რომ შეჯახებოდა. ამავდროულად ფოტოგრაფი განმარტავს, რომ მძღოლი იყო აგრესიული და აქ შეკრებილ მოქალაქეებს ემუქრებოდა, იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, ვინც იმყოფებოდნენ სწორედ ელბაქიძის დაღმართზე. ზურა ვარდანაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ეს აგრესიული მამაკაცი ამ ადამიანებს დაუპირისპირდა ადგილზე, იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ფოტოგრაფი განმარტავს, რომ გელაგელაძის უწყების თანამშრომლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ახლა მათ ხელშია კამერების ჩანაწერები, რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონებით გადაიღეს ამ ადამიანებმა და ჩანს მძღოლიც, ასევე ჩანს სახელმწიფო ნომერებიც, რომელიც ამ ავტობუსს ჰქონდა, თუმცა როგორც ფოტოგრაფი განმარტავს, აღნიშნული საქმით ამ დრომდე ძალოვანი უწყება არც კი დაინტერესებულა. გუშინ იყო ორი პერფორმანსი ზებრაზე, პროტესტის მონაწილეების, ერთი ბარათაშვილის ხიდთან და მერე გადაწყდა, რომ გაკეთებული იყო ელბაქიძის დაღმართზე ზებრა გადასასვლელზე. ავტობუსი იდგა უკან, რომელიც მოუახლოვდა პროტესტის მონაწილეებს გზასთან, ზებრასთან, გააჩერა, გააღო კარი, დაიწყო შეურაცხყოფა და გინება. როდესაც კარი დაკეტა და დაძროს აპირებდა ამ ლანძღვა გინების შემდეგ, უცბად მკვეთრად გაიცინა, აიღო მკვეთრად რული მარჯვნივ, შეგნებულად და გზის პირას, სადაც მევიდე კი დაძრა მკვეთრად ავტობუსი. იქიდან გამომდინარე, ავტობუსის ზედაპირი მაინც მაღალი ავტომობილი არის, უბრალოდ უკან გადამაგრა. გზის ზედა მხარეს იდგა სამი ფურგონი პოლიციელების, რომლებიც სავარაუდოდ ხედავდნენ ამ მთელ პროცესს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოხდარა. არც იმ მომენტში, არც იმ მომენტის მერე. ვიდეოში ჩანს სანომრე ნიშნები, ანუ გადავიღეთ როგორ დაიძრა უკან ამ მხრიდანაც, ფოტომასალაც არსებობს, რომელიც გადავიღე იმ მომენტში. გასაჯაროვებულია სანომრე ნიშნები და ასევე იმ პირის ვინაობა, ვინც გასულ ღამეს ცდილობდა, რომ პერფორმანსის დროს ახალგაზრდებს დაჯახებოდა. ასევე ელბაქიძის დაღმართზე არის უამრავი სამეთვალყურეო კამერა, სადაც სავარაუდოდ კარგად უნდა გამოჩენილიყო ის ფაქტი, თუ როგორ ცდილობდა ავტობუსის მძღოლი, რომ ახალგაზრდებს შეჯახებოდა. ახლა საინტერესოა, რას მოიმოქმედებს გელაგელაძის უწყება, როდესაც ფაქტები თავად ფოტოგრაფებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ. მადლობა მარიამ, ეს მარიამ მაკასერაშვილი იყო.